პირობები ახლა თავისთავად ხედავ, თქვენ ძალიან მძიმე პირობები არის. მაგრამ ამაზე მივმართეთ და პირდებოდნენ. ყოველთვის პირდებოდნენ, რომ რემონტში ჩასმულია და გარემონტდებოდა. 92-ში გახსნილი არის და იმ დროს შეძენილი ინვენტარია ყველაფერი და ამდენ ახლა ეს ინვენტარი დაინტრა, გაფუჭდა. და ახალი არაფერი არ არის წყალი. მოგვაქვს. შენობა მოითხოვს კაპიტალურ რემონტს. შენობას აწვიმს. კედელი გაბოჭებულია. სოფელში ხომნელი მშობელი როგორც ასეთი არის 25 ბავშვამდე. განათლების ცენტრმა იცის, ჩვენმა გამგებელმა იცის, წუნებულმა, სოფლის წუნებულმა იცის, რომ აწვიმს იმას შენობას. მე დეპუტატი გურამისაბიშვილი საქმის კურსია, რომ შენობა მოითხოვს კაპიტალურ რემონტს. იქანაც გამოვედი სიტყვით და უთხარი, რომ ასიმეთრი და ჩაინიშნა ყველაფერი მეჭრილობით მინდოდა ისე, მაგრამ მე თვითონ სიტყვირათას მივედი და უთხარი. დღევანდელი მდგომარეობით მას შეძენილი აქვს ჯამჭურჭელი, რომელშიც შედის დაუშვათ ფინჯანი, შემდეგ თევში და ასე რაღაც კამი აქვს, მაგდები აქვს. აქვთ ფეჩი გამოწყობილი, შეშის ფეჩზე ვარ ჩვენ. წყალი რაც ყველაზე მთავარია. წყალი არა, წყალი ეს მარტო ჩემი პრობლემა არ არის, მთელი სოფლის პრობლემაა. წყალი იქა, ხო? თქვენ ბრძანეთ, რომ საკრებულოს გადასაწყვეტი იყო. რატო არ დააყენეთ საკრებულოში? გადასაწყვეტი რატომ? გადასაწყვეტი მარტო შეიძლება არ იყოს მაგისი, მაგრამ ერთიანად ვიმუშავებთ და ალბათ გვაქვს გეგმაში. ერთ ბაშად ხო ვერ გავაკეთებდით. ერთ ბაშად ხო ვერ გავაკეთებდით. კი ბატონო, სხვა საბავშვო ბაღსაც აწვიმდა, მაგრამ ეს კონკრეტულად არ არის. და როდისთვის მოხერხდება ამ ბაღის შეკეთება? როგორც მითხრეს, კაპიტალურ რემონტს ითხოვს. კაპიტალური რემონტი ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული. პატარ-პატარა რემონტები მე შემიძლია გავუკეთო და